გამარჯობათ ფორუმელებო, მოგესალმებით ყველას. ესე იგი, დღეს დამეშალა ოპტიკა. რა ვიცი, მე მაგალითად 300 დაშლას არ ვეძახი, ბევრი ეძახი 300 დაშლას, რაც დღეს ჩემ ოპტიკას მოუვიდა. ესე იგი, მიზეზი მე მგონი რა იყო მთავარი ამის დაშლის. ესე იგი, აი ეს ბოლტები მოეშვა იარაღზე, ვაირაუხ 80-ზე, ესე გვერდითა 1, 2 და აი ეს ბოლტი და აი ეს ბოლტი. ესე იგი, გავასწორი ოპტიკა. რა ვიცი, ვისროლე 1, 2, 3, 4, 5, რა ვიცი, 100, 200 და ბოლო ჯამში აირია. გავასწორებ, კიდე აირება. მე რა შევამჩნიე, ეხლა პატარა კურიოზის კი არის, რომ თურმე მოლაყლაყდა, სანამ ბრახაბრუხი არ დაიწყო კონდახში იმან, რა ქვია. ცილინდრმა რა ესე ვთქვათ, ვერ მივხვდი რა შეიყო საქმე. ხო, რა ქვია, რომ მოლაყლაყდა, ხო, მე ესე მგონია მოლაყლაყდა ცილინდრი, მთელი თოფი კონდახში მოლაყლაყდა და ადაჩა მიიღო ამ ადგილმა მეტი, იმან რა ქვია, სამიზნემ ოპტიკურმა. და აი შედეგად რა მოხდა? აი ეს არის ბადის ის რა ქვია, ბუდე და ბადის ბუდი არის დაძრული. არის რაღაც სულელურად გაკეთებული, ხედავთ თუ რა არის ეს რაღაც იზოლაციის ნაგლეჯებით აქვს მოხვეული. ეს ჩვენი ჩაინატაუნების გაკეთებულია. მე ესე ვფიქრობ, რომ ჩინელების მეტი ესეთ რამეს არავინ არ გააკეთებდა. რა ხდება? აქ არის ჩამალული ამ ადგილში, რა ქვია, მავთულები, რომლებიც ბადეს გვინათებენ. აი ერთ სიტყვით. აი მუშაობს, ხო? და საიდან დავასკვენი, რომ არის იმენა ამის ბრალი, აი, უყურეთ. როგორ მოძრაობს, ნახეთ, აი. შატკა აქვს. Вот она, вот болтается, вот. ხო. ხო, რა ვიცი, მილიმეტრი ნახევარ დარბის აქეთიქიც და იასნია ეს რეს ოპტიკას. ეხლა მე შევეცდები, რომ ეს ბუდე ბადის დავაფიქსირო საიმედოდ, თავის ტკივილიც მოვიშოროთ. ხო, ერთ სიტყვით ესე. ხო, რა ეხება აი ამ ბოლტების დაფიქსირებას, ესე ვთქვათ. აი ამ ბოლტების დაფიქსირებას, რომ სადღაც 100-150 გასროლაში ან რა ვიცი, უფრო ნაკლებში რო არ მოეშვას. ესე იგი, რა არის ამის წამალი? ეს არის წებო, რომელიც იმენა რეზბაზე მუშაობს. ეს არის, ესე იგი, რა ქვია, ლურჯი ფერი ერთ სიტყვით ნაკლებად აფიქსირებს, ისე აფიქსირებს, კაროჩე, რომ შეიძლებოდეს მერე მოხსნა ადვილად, მაგრამ თვითონ ხმარებაში არ უნდა მოეშვას თავისით. ხო, აი ეს წითელი ეს იმენა აქვავებს. რა ვიცი, მოხსნა ძალიან ძნელი იქნება მერე თუ წითელს იხმართ. ეს ალბათ უფრო ჰაცანების მეპატრონეებისთვის ეს წებოები, მაგრამ ხედავთ, რომ რა ქვია, ვაირაუხის პატრონი ვარ და რა ვიცი, ეს იარაღი თავიდანვე რა ვიცი, არ ვიცი, რაღაც დათარსულივით იყო და ხანის გამოუჩნდა. რა ვიცი.
შეიძლება ჩემი მიზეზითაც რაღაც გავაფუჭე მაგ თოპში, მაგრამ ეხლა რეზბების, რა ვიცი, ბოლტები რომ თავისით შვება, ეს რა მიზეზი უნდა იყოს, აზია რო არ. ხო, ერთ სიტყვით ესე. ხო, გავაკეთებთ რა ვიცი ოპტიკას, ავაწყობთ, გავტესტავთ, ნახავთ რა სიზავს. აი, ნახეთ. ნუ ამ ადგილის დაფიქსირება კი ძნელი იქნება ჩემის აზრით, იმიტომ რომ აქედან გამოდის ლოდ აი ამ ადგილიდან ჩანს, აი მავთულები გადის და მე ეს მავთულებს აქვს ეს იზოლაცია რაღაც მოხვეული. ხო, რა ერთ სიტყვით ეგრე. კიდევ რას გეტყვით და იყავით მაგრად მეგობრებო. ყველაფერი გამოსწორებადია ამ ცხოვრებაში და მით უმეტეს ოპტიკების გამოსწორება შესაძლებელია. მადლობა ღმერთს რომ გვეძლება ამის საშუალება. დიდი მადლობა დატკა 25-ს კიდევ ერთხელ ამ ოპტიკისთვის, ძალიან მშვენიერი ოპტიკა. რა ვიცი, კარგად ბრძანდებოდეთ, აბა ჰეთ, მაგრად.